მათ, ვისაც ღმერთი სწამს, უნდა იცოდნენ ღვთის სახელი. რას ასწავლიდა იესო ღვთის სახელის შესახებ? ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი. მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. აჰა, მე თქვენთანა ვარ დღენია და საუკუნის დასასრულამდე. იესომ თავის მოწაფეებს უბრძანა, რომ ხალხი მონათლონ მამის, ძისა და სულიწმინდის სახელით. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ ღმერთის ამ განსხვავებულ სახელს გამოიყენებს საუკუნის ბოლომდე. მამა ღმერთის სახელი იეჰოვაა. ძის სახელია იესო. მაშინ რა არის სულიწმინდის სახელი? იესო მოციქულ იოანეს აუწყა, რომ მისი ახალი სახელი მომავალში გამოჩნდებოდა. გამარჯვებულს გავხდისვეტად ჩემი ღვთის ტაძარში. დავაწერ მასზე ჩემს ახალ სახელს. ჩემი ახალი სახელი იესოს ახალი სახელია, რომელიც ასევე სულიწმინდის სახელია. იესომ დაამოწმა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც მიენიჭებოდა მისი ახალი სახელი, ანუ სულიწმინდის სახელი. იესოს ახალი სახელის შესახებ წინასწარმეტყველება ასევე მოცემულია გამოცხადების მეორე თავში 17 მუხლში. გამარჯვებულს მივცემ გადანახული მანანისაგან და მივცემ მის თეთრ ქვას და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც არავინ იცის გარდა მიმღებისა. იესო გამარჯვებულებს, ანუ წმინდანებს, რომლებიც გადარჩებიან, აძლევს თეთრ ქვას, რომელზეც დაწერია ახალი სახელი. რას წარმოადგენს აქ ქვა? რომელთანაც მიხვედით ცოცხალ ლოდთან. ქვა განასახიერებს იესოს, რომელიც ხორციელად მოვიდა. ამიტომ ქვაზე დაწერილი ახალი სახელი იესოს ახალი სახელია. ბიბლია გვასწავლის, რომ მხოლოდ წმინდანებს, რომლებიც გადარჩებიან, მიენიჭებათ იესოს ახალი სახელი. ამიტომ იესოს სწავლებებისადმი მორჩილებით ჩვენ უნდა გვწამდეს სულიწმინდის სახელის, ანუ იესოს ახალი სახელი.